თინაზე რა თქვით ბიჭო? ჰა? თინა თინზე რა თქვით თქო? რო კაი მკერდია, ხო? ხო და ეხა მაგ ვეფხის ტყაოსანს ზეიდან დედაენას დაამატებთ და ხვალ ამომიცუნცულებთ. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველაზე საგანმანათლებლო გადაცემაში, ქართულ YouTube სივრცეში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ქართულ ხელოვნებას. ამჟამად დადგა თეატრის დრო და თეატრში რა გვახლავს სიახლეები. რობერტა სტურუამ დადგა პიესა ვეფხის ტყაოსნის ნაწარმოების მიხედვით და ხალხი უკმაყოფილოა. ხალხი შეძრწუნებულია. ხალხი სიტყვებს ვერ უყრის თავს, რომ მათი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატონ ამ პიესის მიმართ. რატომ? რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? თინათინის ძუძუებმა. მოდით გაჩვენებთ, ვისაც არ გინახავთ ეს ვიდეო. პიესა ზოგადად, რა თქმა უნდა, არავის გვაქვს ნანახი, ხო, ეხლა მართლა გიჟები ხო არ ვართ, ცოცხალ თეატრში ვიაროთ. მსახიობებიც არ დადიან, მსახიობების ნათესავებიც არ დადიან. და ჩვენც რა თქმა უნდა არ გვაქვს ნანახი, ისევე როგორც ხალხს არ აქვს ნანახი, რომლებიც აკომენტარებენ, რომ ეს რა შემაძრწუნებელიაო და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენც იგივენაირი ექსპერტები ვართ, როგორც ყველა ინტერნეტში. თავისუფლად განვიხილავთ ამ საკითხს. მოდით ვნახოთ ეს მონაკვეთი, რომელიც გავრცელდა ინტერნეტში და რამ გამოიწვია შეშფოთება და აღშფოთება ხალხში. ვნახოთ. ეს გახლავთ ავთანდილი და თინათინის შეხვედრა. ავთო და თინა, როგორც მათ ვიცნობთ ჩემ ოჯახში. Gadruda, akanan, gardexada, ratsaci, Dapires, esepiri. თეთრთა თეთრთა კბილთა გამოკეთების თეთრი ელო ვითა და მოკლედ ამაზე გადაირია საზოგადოება, რომ თინათინს ძუძუები რატომ აქვსო და რატომ აქვს ტრაკიო. რატომ არ უნდა ჰქონდეს? ვინმე ვიცით როგორ გამოიყურებოდა თინათინი. მოდით წავიკითხოთ მოკლედ ეს მონაკვეთი. იქნებ რეალურად ესეა, ხო? ან იქნებ რეალურად აღწერილია თინათინი და გვიწერია იქ, რომ დაბალი მსუქანი იყო, ბრტყელი მკერდით, ბრტყელი საჯდომით. ვნახოთ აბა რა წერია. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მართ პერანგი. ოდენ მართ, მხოლოდ პერანგი ეცვა. პერანგი აქამდე და ქვემოთ არაფერი აწვია. ზის ესე ავთო იმღერდა და იხარებდა, წინ ედგა ერთი ჩანგი. კრეტინია ავთო იმე და ზემოთ აწვია მაიკა, ქვემოთ ტიტველია, სადღაც დივანზე ზის და წინ უჭირავს ჩანგი, ხო ისა არფასავით რო არა, ხო. ზემოთ მაიკა, ქვემოთ გახდილი და უდგას არფა და უკრავს. პლუმ, პლუმ, პლუმ. თბილისელო ბიჭებო, ნიკოტინით გაჟღენთილებო. და ელოდება თინათინთან შეხვედრას. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი. ესეთები არ გვინდა ხა ეს მე-12 საუკუნეშია დაწერილი და მაშინ არ არსებობდნენ ლიბერალები. ასე რომ მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი. მანგი რა არის? მთვარე. ანუ ის გიბრძანებსო, ვისაც პირი მთვარესავით აქვსო და ტანიო ალვასავითო. ანუ ლამაზი ქალი გეძახისო რა, ხო?
ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, ჯობი ყოვლისა ჭრელისა. ანუ ავთო მიხვდა, რომ ესე იგი თინათინი მეძახისო და ის ზანგი მონაც მაგარი კაცია, ვერ უთხრა პირდაპირ, რომ თინათინი გეძახისო, არა. ის გეძახის, რომელსაც ტანი აქვს ალვასავით და კბილები კი მთვარის შუქივით. ჰეი, ავთო! ამას ავთოზის გადმოყრილია ყვები, ზემოთ მაიკაძია და იმაზე არფაზე უკრავს. ავთანდილს ეღირსა ამის გაგება, რომ თინათინი მეძახისო. საქმისა სანატრელისა, ხო, სანატრელი საქმეა. ადგა და კაბა ჩაიცვა. ეს მაიკა გაიხაზა. და გამოსასვლელი მაიკა ჩაიცვა რა, კაბა. ნუ ზედა ჩასაცმელი კაცის. მჯობი ყოვლისა ჭრელისა. აი ჭრელი კაბა გამომიტანე ზანგო. უხარის ნახვა ვარდისა არ ერთგან შეუყრელისა. ანუ ვარდივით წიწკუი გოგოა ეს თინათინი რა. ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა. ამოა ჭვრეტა ტურფისა. ნუ მოკლედ დაინახა თინა რა. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან hrცხვენოდა. ანუ აქ უკვე გვესმის რომ ავთანდილი ნაგლი ტიპი იყო რა, ეგრევე მივიდა რომ მე არაფრის არ მრცხვენიაო. რისი უნდა გრცხვენოდეს, წეღან უშარვლოდ იჯეკი და არფაზე უკრავდი და ჭრელი კაბა გამამიტანეთ. და მოკლედ მიაჭრა თინათინთან რა. იმედია შარვალი აცვია. ვაფშე სტურვას უნდა დაედგა ეგრე რომ ამას შარვალი არ ცმოდა. და მოიცა ერთი წამი. მჯობი ყოვლისა ჭრელისა თუ ჩაიცვა. აქ შავები რატო აცვია ავთანდილს? თუ შავი ჩაიცვა და ყველა ჭრელს ჯობია ეს შავი. თუ იმდენად ჭრელია რომ ყველა ჭრელი ამ ჭრელთან შედარებით არ ჭრელობს. ეს გასარკვევია. კარგი, შემდეგ განვიხილოთ ეს სიჭრელის საკითხი. მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა. ანუ ის ნახა ვის გამოც ბევრჯერ უტირია ავთოს. იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა, მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდა ჰფენოდა. იმდენად ლამაზი იყო თინათინი, რომ მთვარის შუქს ფარავდა, იმდენად ანათებდა თინა თვითონ. ხედავ შოთას, რა ბაბნიკი გაიძვერა ყოფილა. გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი. აი ხა გადავედით თინათინზე. გაძრცვილსა ტანსა. ოპა! აჰა, შიშვალ ტანზე ემოსა რა, ყარყუმნი რა არის. ყარყუმის მაგარი აღწერა. ყარყუმნი ხო წერია და აღწერა შედიხარ და ყარყუმის ბეწვი. ყარყუმი თუ ვიცი. ყარყუმი არის კვერნა. გიჟების შეხვედრა, აი, ავთოს შარვალი არაცვია, არფა უჭირავს ხელში, ამას კვერნა ყავს გადაკიდებული, არაფერი არაცვია და შეხვდნენ ერთმანეთს რა. და აქ რატო არის, აქ რატო აქვს, აქ რატო არიან ჩაცმულები? ეგ მაინტერესებს. ერთი კვერნა რა გაგვიხდა, რომ გადაგვეკიდა ამ გოგოსთვის. შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი. ანუ ეს გასაგებია, შავი წამწამები ქონდაო. დროგინამ შვენიერ გოგოს აღწერს და ამას რას ვერჩით? ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად. პირველ, ანუ ორი მიზეზის გამო უნდა დამეხმაროო რა, თინა ეუბნება. პირველ ყმა ხარ ხორციელი, არავინ ყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად. ანუ თინათინი მაგარი მანიპულატორია რა. რადგან უყვარს, წადიო, გინდა ახლოს იყოსო, გინდა შორსო. აი თინა მიმართულება მაინც მომეცი, აბა აი საით წავიდე, იქით, წინ თუ უკან, აი სად წავიდე. GPS-ი გააქვს, რამე გააქვს. აი რამე აბრებიც არ არსებობს. აი ჯოხი რო იყოს ჩარჭობილი და იქით იარეთ, ეგეთებიც არ არსებობს ჯერ. მე-12 საუკუნეა. რამდენი ცხენი უნდა გაცვითოს ავთომ, რომ მოძებნოს ეს ტიპი, რომელიც 3 თვის წინ ნახა სადღაც რო წყალთან ტიროდა. და თან ხმდება მაინც. მიდის.
მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე. ანუ წადიო ის ტიპი მიპოვეო და მერეო სამსა უზბეკური პერაშკია ხორციანი. ან თინათინს უყვარს უზბეკური პერაშკები. სამსა მომიძებნეო რა, სამსა მიყვარსო. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი, ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბნარი. ვერაჰპოვო დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი, კოკობი და უფურჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი. 3 წელიო წადიო ეძებეო. თუ ვერ იპოვეო, ნუ ესე იგიო უჩინმაჩინი იყო რა და თუ იპოვეო, მეო აი კოკორივით დაგხვდებიო. რა კოკორივით, ქალო? აი ესეთი ქალია. და ეს პირდება, რომ 3 წელიო წადიო შენო. ეძებეო კაციო, რომელიც просто ერთხელ ყავსო ნანახიო და აი თუ არ იტირაო ვერ იცნობო, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად შეხვდა ის უცხო მოყმე ხო და იცინის. ამას დამახსოვრებული ყავს მომტირალი, როგორ უნდა იცნოს? ან იქნებ წვერი გაიპარსა იმან. და ეს ნაშა ეუბნება, რომ წადიო 3 წელიო ეძებეო და რომ მოხვალო, გაუფურჩქვნელი კოკორივით დაგხვდებიო რა, ხელი არ მექნებაო დადებულიო. რომ მოვა ავთო. გილოცავ ავთო, შვილები ყავს. კი მაგრამ ჩვენ ხომ სექსი არასდროს გქონია. ხო, ეგ შენ არ გქონია თორე მე 3 წელი აბა ხო არ დაგელოდებოდი. გაიცანი, პატარა კობიკო, პატარა რუქნადინი, პატარა ციფერბლატა. მოახსენა ყმამან, მზეო, ვინგიშერი აწამწამე, სხვა პასუხი რამცა კადრე, ანუ რამცა შევიწამე. მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, ვითა მონა სამსახურად წავე წამე. გიშრის წამწამებიანო. სხვა პასუხიო რა გითხრაო? რა ვიცი ავთო, აბა ცადე არა თინა არ წავალ მე 3 წელი ვიღაც ტიპის საძებნელად. არ მინდა. მე აქ მოვედი რომ მე მეგონა სექსი გვექნებოდა თინა. შენ კიდე 3 წელი სადღაც მიშვებ. კვლავ შეჰფიცეს ერთმანეთსა დააპირეს ესე პირი, გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი. გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი, თეთრთა კბილთად გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი. ანუ თინას მაგარი ღიმილი ქონდა რა, თეთრი კბილები, თوارეს ჩრდილავდა მისი სილამაზე. პირდება რომ გაუფრჩქვნელი დაგხვდებიო. კოკორივით ფუსის შეგინახაო ძმაო. მეტი რაღა გინდათ, ანუ შვენიერი აღწერაა და მშვენიერი შერჩევაა მსახიობის. და ხალხი რაზეა გაგიჟებული, იცი, ამათ ხალხს მე მგონი მართლა გონია თინათინი რეალური პერსონაჟი რა, ვიღაც წმინდანი გონიათ, ან დედოფალი, ან რაღაცა ეგეთი და ეს როგორ? ხალხო, მოგონილია, ტყუილი ამბავია, ტყუილი ეს ვეფხის ტყაოსანი. არ არის ნამდვილი, არა, მართალი ამბავი არ არის, ტყუილი ამბავია ეს. ასე რომ, ნუ გწყინთ. გამოგონილი პერსონაჟები არიან, აი ვიღაცამ რომ კომბლეს შეაგინოს. ხო არ მიიღებთ, არა, ქართველები შეურაცხყოფათ. არა, გამოგონილი პერსონაჟია. იგივენაირი გამოგონილი პერსონაჟია თინათინიც, ავთანდილიც. ასე რომ ტყუილი. ასე რომ ნუ მიგაქვთ გულთან ახლოს, რომ თინათინს თურმე კარგი მკერდი აქვს. მე რა ჯერთი მსახიობებს ისაც თავისი არ გაჭირვებიათ 25 ლარი აქვთ ხელფასი, ხო მე მგონი. თითო იმაში. და ესე უნდა გამოხვიდეს სცენაზე, ესე უნდა ილაპარაკო. ესე უნდა ვილაპარაკო. თინათინ. ესე საუბრობენ 1 საათის მანძილზე, 25 ლარს უკუჭავენ მერე. 25 ლარი რაში უნდა იყოს? აი რა ტრაუმასაც ეს იწვევს, ეგრე საუბარი. ესე თინათინ. ესენი რო წავიდნენ თეატრიდან, ნანკა კალატოზეშვილი და გივი ბარათაშვილი და ვიღაცები და თეატრმა რომ მოსთხოვა, რომ თქვენო ერთი თვისო წინასწარ გქონდათო ავანსადო აღებულიო და დააბრუნეთო და თანხა რამდენი იყო, ხო იცით? 114 ლარი. და თქვენ ამათ კიდე რაღაცებზე უბნებით? მადლობელი იყავით, ვაფშე ერთი კაცი რო არ თამაშობს ორივეს როლს, თინათინისაც და ავთანდილისაც.
თინათინ მოვედი გაგიმარჯო სავთანდი კიდე იმას ციწუნებს ხალხი რომ ცოტა ძლიერი პერსონაჟებიო კაცო რა ეხლა ეს კაცებიო გამხდრები არიანო არ ეტყობათო სიძლიერო თქვენ გონიათ ანუ ასარჩევა და აქვთ რეჟისორებს საქმე აი გონიათ რომ ესე რიგი დგას ცოცხალი თეატრის მსახიობების რომლებიც ითხოვენ რომ გთხოვთ მე მიბოძეთ 25 ლარი მე გამოვალ ამ სპექტაკლში არა მეგობრებო ყველას კიდია თეატრი ამათ ინტერნეტიც არ ეკნებათ ეხა ხალხი რო ეძებს რომ ამ გოგოს რა ქვია სახელი ინსტაგრამი რა ინსტაგრამი თეატრში მუშაობს გოგო 25 ლარი 25 ლარი რა ტელეფონი უნდა იყიდოს რა ინტერნეტი რა ინსტაგრამი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია საქართველოს ისტორიაში ამას უნდა უარყოფს არა მაგრამ ტყუილი ამბავია ასე რომ პერსონაჟებზე ნუ შეგტკივათ გული რომ ვაიმე თინათინზე რა თქოს წავით